შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გუშინ შაშის ტურნირი მოეწყო. მონაწილეები ერთმანეთს ქალაქის პირველობისთვის შეეჯიბრნენ. ღონისძიება საქართველოს შაშის ეროვნული ფედერაციის მიერ ხელმოქმედ ქალთა ასოციაციის ხელშეწყობით მოეწყო. შეჯიბრის სპონსორი კი სამორინე შანგრილა იყო. ამ დღესთან დაკავშირებით შაშის ფედერაციამ, შაშის ეროვნულმა ფედერაციამ მომართა ჩვენ ხელმოქმედ ქალთა ასოციაციას თხოვნით რომ დავხმარებოდეთ რომ ჩაგვეტარებინა ამ დღესთან დაკავშირებით ტურნირი. ჩვენ გადავუკეთებინა ცოტა ლამაზი ფორმით და პირველად მოხდა ეს შაშის ისტორიაში რომ ცნობადმა სახეებმა ითამაშეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად შაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად ტურნირში მონაწილეობა თეატრის, კინოსა და ესტრადის ცნობილმა სახეებმა მიიღეს. შეჯიბრში სულ 64 მოთამაშე იყო ჩართული. თვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა სტიმულია, მე მგონი მათთვის, მithumetes ესეთ განსაკუთრებულ დღეს და მათ კარგი შედეგები აქვს გაცილებით, ვიდრე ზოგ გამოჩენილ მოღვაწეს საზოგადოებას. და ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ აი დღეს საშუალება მომეცა გავამენახა დრო და მოსულიყავი ხალხთან ვისაც ჩემ და სამწუხაროდ და სამარცხვინოდ მაინც და მაინც დიდ ყურადღებას მე პირადად ვერ ვახცე და ძალიან ბევრი ხალხი და იქნებ რაღაცა ამ დღის შემდეგ მოხდეს რომ ამ ხალხმა ერთმანეთს მაინც მიხედონ. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები, თასები და ფულადი პრემიები დაურიგდათ. პირველ ადგილზე გასული მოთამაშე შანგრილამ 300 ლარით დააჯილდოვა. მეორე ადგილის მფლობელს სამორინემ 200 ლარი გადასცა. 100 ლარი ერგო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს. შაშის ტურნირი დიდუბე პლაზაში გაიმართა. დიდი მადლობა მინდა გადავხადო პირველ რიგში შაშის ფედერაციის თავმჯდომარეს ბატონ მამუკამ გიულემიას. ასეთი დიდი ღონისძიებისათვის ყველა იმ სპონსორს ვინც ხარში ამოუდგა მას და გვერდით გამოხატა ამ შეჯიბრების მიმართ. რავის პირველად მე ძალიან ნერვიულობ და ვღელავდა. ეს ლაპარაკი არ შემიძლია. უღრმეს სიმადლობა ყველას. საფულადი პრიზი საბაგრე შანგრილასთან 200 ლარი დოდო.